ზოგადი განათლება გვაქვს თემა და ვინ თუ არა ამ ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან თუ რა ვითარებაში არის ზოგადი განათლება. დიდი მადლობა. კიდევ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება რამდენიმე წუთიდან დავიწყოთ. კიდე შემოგვიერთდებიან. მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ მასწავლებლები აცნობიერებენ იმას, რომ ისინი ერთგვარად მოდელები არიან, მისაბაძი მოდელები არიან მოსწავლეებისთვის. და ძალიან ნიშანდობლივი იყო, ხოთრებს ბათუმში ვიყავით სტუდენტებთან ჩასულებით, რომლებიც აპროტესტებდნენ ბათუმის უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს და ერთ-ერთმა პროტესტის მონაწილემ გითხრა, რომ შეესწრო მასწავლებლის ჩართულობას პოლიტიკურ აქტივობაში, რომელიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ წევდა ამ აქტივობას და თქვა, რომ მანამდე ვფიქრობდი, რომ ისტორიის მასწავლებელი ვიქნებოდი, მაგრამ ამის შემდეგ მივხვდი, რომ მე არ მინდა ისტორიის მასწავლებელი ვიყო და შევიცვალე ჩემი პროფესიული ინტერესი. აი ამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ეს ერთი მაგალითია, უბრალოდ როგორი მნიშვნელოვანი გავლენის მომხდენი შეიძლება იყოს მასწავლებელი მოსწავლის ცხოვრებაზე. შეიძლება პროფესიული არჩევანიც კი შეიცვალოს ადამიანმა, ხო? და საერთოდ შორს ვარ წავიდა, ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ჩემი მასწავლებლების ნახვა აქციაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ თქვათ ეს არ უნდა დაიკარგოს, როგორ აძლიერებენ მოსწავლეები მასწავლებლებს და მასწავლებლები მოსწავლეებს. ვფიქრობ, რომ ასევე მნიშვნელოვანია კვლევის მიღმა ისიც ვთქვათ, რომ ჩვენ მიმდინარე პროტესტის დროს სულ ვფიქრობდი, როდესაც მოსწავლეები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატავდნენ თავის პროტესტს, რამხელა ზეწოლის ქვეშ იყვნენ მასწავლებლები სკოლებში. მოდი ჩვენ წინ გავალთ. ეს დაიჭირე. აი, რუსაველის მეტროსთან ახლოს ვართ უკვე, მალე მივალთ შეუერთდებით პარლამენტის წინ ხალხს. Yo, swamp. მივდივართ უერთდებით. ვართ რუსთაველზე ოპერასთან. მობილურს ვტენი და ვერ ვიღებ კაი კადრებს. Galki მომხდარი ტრაგედიის გამო.
ზოგი შეიძლება ეძინოს ზოგი სხვა სართულზე იყოს. სოლიდარობა სტუდენტებს სამ მობილურებით ვანაჩებთ. უმარი აქცია. ბაუთხევლიდან სადაც ვიკრიბებით 7 საათზე იქ შემოგვიერთდნენ მასწავლებლები, რომლებიც განათლების სამინისტროსთან აპროტესტებდნენ, ასევე სოციოლოგები. ასე უამრავი ხალხი მოვედით აქ პარლამენტთან. სალამი. რასწეს უნდა ვკითხულო. გავიცანეთ თქვენი ძმა და მიულოცეთ ახალი ძმა. მართლა. ხოთ მართლა. ეს აკაც მივაცე. ოღონდ ასე. ბაცალ. ეს გადაღება მინდა. ის ნერვაა. გაიბადი ვერცხლი გაიმარჯვა. ვაუ, აი მესიჯია. მადლობა. კარგი დღე. და ასე ოპერამდე ხალხი გადატენილია ასწორებს. ასე იქნება მუდამ და მარად. გამარჯვებამდე. ჯაუ! ასე დაახლოებით 12-ისკენ ყოველთვის ვიშლებით ხოლმე, ერთი რომ ყინავს, მეორე რომ დღის აქციები გვინდა, მაგრამ ნუ ნაკლებად გამოგდის, მაგრამ ეგ არის რა. იქ ცოტა ხალხი დარჩა და ერთი 10-15 წუთში ისინიც წამოვლენ რა. დროებით შემდეგ დღემდე ოდიში რომ დიდ ვიდეოებს ვეღარ ვიღებ. 2024 ჯუჯების სტუდიო რუსთავ fuck the system შენ მირთხავ მე ვდგავარ ვიფც შენ ბუდავ მე ვდგავარ ვიფც შენ მესვი მე ვდგავარ ვიფც ვდგავარ დავანგრიოთ სისტემები თავისუფლებს გვინდა რა საღებავი კედლები და გამოფენა ქუჩაში